ოჯახის ექიმი კვლავ თქვენთან ერთადაა და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ ადამიანის ორგანიზმის მთავარ ორგანოზე გულზე, რომელსაც განუწყვეტლივ მუშაობა უწევს. გულსიზავთა დაავადებები მსოფლიოს ნომერ პირველი გამოწვევა და საქართველოში სამწუხაროდ ის ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს სიკვდილობის თვალსაზრისით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გული ჩვენს ორგანიზმში არის ერთ-ერთი მთავარი კუნთოვანი ორგანო, რომელიც არასოდეს არ წყვეტს მუშაობას და პრაქტიკულად შეუსვენებლივ მუშაობს და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს, განსაკუთრებულ კვებას, ჟანგბადით მომარაგებას და ეს ნაწილი ასაკთან ერთად თქვა შეიძლება უფრო სენსიტიური ხდება და აქტუალურიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასაკთან ერთად თქვა შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც პირველად ვლინდება ხოლმე გარკვეული სიმპტომების სახით, როგორიც არის თქვა მოჭერის შეგრძნება, შესაძლებელია იყოს ჩხვლეტის შეგრძნება, ზეწოლის შეგრძნება, ან თქვა ემოციური გადაძაბვის, ან ფიზიკური გადაძაბვის დისკომფორტი, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს სწორედ რომ დაირღვა გულის კუნთის ადეკვატური კვება და მისი სისხლით მომარაგება და ამან შესაძლებელია ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. მოდი შევიტყოთ, როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი. ამ თემაზე სასაუბრად დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კარდიოლოგი ნინო ოთარიშვილი. მოგესალმებით ნინო. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საშუალო ასაკის ადამიანებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამ ასაკში არის 40 წელს გადაცილების შემდგომ შესაძლო პირველი სიმპტომები გამოვლინდეს, როდესაც გული გვეუბნება, რომ რაღაც ყურადღება აქვს მისაქცევი. რა არის ის ძირითადი სიმპტომატიკა, ესეთ შევეცადოთ რომ გამოვყოთ, რომლის გამოც ადამიანმა არ უნდა დაიწყოს ლოდინი, არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა და რაღაცა ფიქრებში წასვლა, რომ მას ეს გაუვლის და დროებითია და სასწრაფო დაუყოვნებლივ მიმართოს კარდიოლოგს, ან ოჯახის ექიმს თუნდაც. გულსიზარდთა სისტემის დაავადებებით სერიოზული პრობლემა არის არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვის და გავრცელების და ავადობის მიხედვით პირველი ადგილი უკავია. და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა ეს ასაკი გულსიზარდთა დაავადებების პირველი გამოვლინება, როგორც წესი მიიჩნეოდა ადრე საშუალო და უფროსი ასაკის დაავადებება, თუმცა უკანასკნელ ხანს ხდება როგორც თინეიჯერებში, ასევე ახალგაზრდა ზრდასრულ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში. და ინვალიდიზაციის და ხშირად ფატალური შედეგის მიზეზი შეიძლება გახდეს. პირველი სიმპტომი, რა თქმა უნდა, ეს არის ტკივილი, რომელიც ყველაზე მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს პაციენტისთვის, ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდში. მინდა აღვნიშნო, რომ ემერჯენსში მიმართვიანობის 90% შეიძლება იყოს არაგულსიზარდთა სისტემით გამოწვეული ტკივილი გულმკერდში, თუმცა ის 10%, რომელიც რეალურად გულის დაავადებებით არის გამოწვეული, ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სწრაფ დიაგნოსტირებას, სწრაფად სამკურნალო ღონისძიებების დაწყებას და სწორ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის როგორც ჯანმრთელობის, ხშირად სიცოცხლის გადარჩენაშიც კი. ეს ტკივილი პირველ რიგში შეეხება გულის მკვებავი სისხლძარღვების, ანუ კორონარული სისხლძარღვების დაავადებას, ათეროსკლეროზულად შევიწროებული სისხლძარღვები ვერ აწვდიან საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს გულის კუნთს, რომელიც მუდმივად მუშაობს, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი არ წყვეტს მუშაობას და ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს კარდიომიოციტების, ანუ გულის კუნთის უჯრედების ჟანგბადით შიმშილს, ანუ იშემიას და იწვევს ტკივილს. ტკივილი პირველ რიგში არის ტიპიური ტკივილი, რომელიც მკერდის ძვლის უკან არის მოთავსებული და შეიძლება გადაეცემოდეს ორივე ხელში, მხარში, ბედში, ქვედა ყბაში. თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება და შეიძლება იყოს ატიპიური, იყოს ჩხვლეტითი ხასიათის, იყოს მოჭერითი ხასიათის, იყოს ატიპიურ ადგილას, მაგალითად მუცელში თან ახლდეს გულის რევაღებინება, იყოს კბილის ტკივილი, თითების ტკივილიც ყოფილა ასეთი, მაგრამ პირველ რიგში რაც გულის ტკივილისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის მისი სტერეოტიპულობა, ანუ პაციენტმა იცის რა დატვირთვა ან რა მდგომარეობა გამოიწვევს ამ ტკივილს. მაგალითად, კიბეებზე ასვლა, სიმაღლეზე ასვლა, სიმძიმის აწევა, ემოციური სტრესი იქნება ეს ბედნიერების თუ მწუხარების გამოწვეული, ნებისმიერი მაპროვოცირებელი, რომელიც იწვევს გულისცემის აჩქარებას, არტერიული წნევის მომატებას და შესაბამისად ზრდის მოთხოვნა ჟანგბადზე, შეიძლება იყოს ტკივილის, ანუ იშემიის მიზეზი. და ამას პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს. ამიტომ ჯობია ამ შემთხვევაში ჰიპერდიაგნოსტიკა
და ექიმთან მიმართვისას პაციენტმა მიიღოს პასუხი, რომ თქვენ გული არ გაწუხებთ და ეს არის ტკივილი, ეპიგასტრიუმის ტკივილი, მაგალითად კუჭით გამოწეული მხრებში ტკივილი, რომელიც გადაეცემა სახსრების, ხერხემლის, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სხვა ტკივილი, ვიდრე გამოვტოვოთ აი ეს იშემიური ტკივილი, რომელიც შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის და ფატალური შედეგის დამდგომი იყოს საბოლოო ჯამში. მოკლედ, გული რომ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და მთელს ორგანიზმს და ასე ვთქვათ, სისტემებს ამარაგებს ჟანგბადით და სისხლით, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავად გულსაც ჭირდება ჟანგბადი და სისხლი იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს და რა არის ის ძირითადი სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ თავად გულს ჟანგბადთან და სისხლძარღვებთან მიმართებაში გაჭირვება აქვს. პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, ტკივილი, იმიტომ რომ სისხლძარღვების დაზიანება ამ შემთხვევაში, რომელიც გაჭირვებით აწვდის შევიწროებული სისხლძარღვი კარდიომიოციტებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და მეორე თვითონ გულის კუნთის სისუსტე, ანუ ის დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს გულის კუნთზე და ხელს უშლის მის ნორმალურ ფუნქციონირებას, აქვეითებს შეკუმშვას და შესაბამისად აფერხებს სისხლის მომარაგებას მთელს ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ანთებითი დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომი დაავადებები, აგრეთვე სხვადასხვა სახის კარდიომიოპათიები, რომლებიც იწვევენ გულის კუნთის კუმშვადობის დაქვეითებას და თვითონ პრობლემას უქმნის გულის კუნთის მეტაბოლიზმს, ანუ მათ სწორ მომარაგებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ცხოვრების ჯანსაღ წესს რა მნიშვნელობა აქვს, რა რეკომენდაციები შეიძლება დაიცვან ამ თვალსაზრისით და აქვე მოდით ისიც შევაფასოთ, არის თუ არა მედიკამენტები, რომელიც გარკვეულწილად მოქმედებს გულის მეტაბოლიზმზე და ამას აუმჯობესებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ფიზიკურ აქტივობას. რაც მთავარია, ძალიან ხშირად მომისმენია, რომ სამსახურში დავდივარ იმდენს, ან სახლში საქმიანობისას იმდენ კილომეტრს დავდივარ, რომ მეტი რაღაცა უნდა დავითვირთო. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა, ვინაიდან ეს არის რუტინული, ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც სრულიადაც არ ითვლება ჯანსაღ ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად. პირიქით, ეს უნდა იყოს გასვლა იმ ყოველდღიური სივრციდან, სეირნობა პირველ რიგში სუფთა ჰაერზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაახლოებით 30-40 წუთი მოვწყდეთ ყოველდღიურ საქმიანობას და გავისეირნოთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას და რაც მთავარია ძილს. ჯანსაღ ძილს. ჩვენ სამწუხაროდ ვიძინებთ დღეს და ვიღუძებთ დღეს. ყველაზე კარგი არის, როდესაც ჩვენს ბიოლოგიურ რიტმს მივყვებით და ვიძინებთ დაახლოებით 11-დან პირველ საათამდე, როდესაც მელატონინის გამომუშავება ორგანიზმში პიკს აღწევს და გვეხმარება ჯანსაღი ძილის დადგომაში და ვიღუძებთ დილით გამოძინებულები და არა თუმცა ხალხონინო ჩვენი დღევანდელი ცხოვრების გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული, ესე ვთქვათ, შეუძლებელია. ძალიან რთულია ხოლმე. რა არის მედიკამენტები, რა დროსაც უკვე არსებული დარღვევის დროს შეიძლება ჩვენ შევაშველოთ, ესე ვთქვათ, გულის კუნთს. ეს პრეპარატები არის ანტიოქსიდანტური თვისების პრეპარატები, აგრეთვე ის პრეპარატები, რომლებიც შეიძლება არ ითვლება პირველი რიგის პრეპარატებად, თუმცა კომბინირებულ მკურნალობაში საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ გულის კუნთის მეტაბოლიზმზე. ტრიმეტაზიდინი ძალიან ბევრი სახელით არის ცნობილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია, თუმცა ქართველი ექიმებისთვის 20 წელზე მეტი ხანია ცნობილი არის ტრიმეკორი ემერის სახელწოდებით, რომელსაც აწარმოებს და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი არის საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ტრიმეტაზიდინი, ტრიმეკორი ემერი ხელს უწყობს გლუკოზის ჟანგვას, ვინაიდან ის აფერხებს ცხიმოვანი მჟავეების დაჟანგვას და ენერგიის წარმოებას ნაკლები ჟანგბადის პირობებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იშემიური და ჟანგბადის ნაკლებობაში, ისედაც მყოფი გულის უჯრედებისთვის. ამავე დროს ის ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და კვლევებში ჩანს, რომ ჟანგბადის რადიკალების უტილიზაციასაც აჩქარებს და შესაბამისად ის გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც იშემიური დაავადების სტაბილური სტენოკარდის მკურნალობაში,
აგრეთვე, როდესაც სტაბილური სტენოკარდია არის შერწყმული გულის ანუ შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიიღონ პაციენტებმა, სადაც გულის უკმარისობის მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს პაციენტმა. ტრემეკორი MR ინიშნება დღეში 2 ჯერ, თითო ტაბლეტი 2 ჯერ ჭამის შემდეგ, ან ჭამის განმავლობაში და მინიმუმ 3 თვე, ვინაიდან მან უნდა გადააწყოს ეფექტურ ჟანგბადის წარმოქმნაზე გულის მეტაბოლიზმი, გულის ნივთიერებათა ცვლა და შემდგომში ხანგრძლივობა განისაზღვრება უკვე მკურნალი ექიმის კონსულტაციით. ყველა აფთიაქშია სავარაუდოდ ხელმისაწვდომი, რადგან GM Pharma-ს მიერ წარმოებულია, ჩვენს აფთიაქო ქსელში უნდა იყოს ალბათ ფართოდ წარმოდგენილი, ხო ეს პრეპარატი? ტრემეკორი MR წარმოდგენილია ფართოდ ყველა აფთიაქო ქსელში. თუმცა PSP-ს აფთიაქებში არის აქცია 50%-იანი ფასდაკლება ერთ კოლოფ ტრემეკორი. ფასდაკლება ყოველთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებით. გაიხარეთ.